მშვიდობა ყველას ძმებო და მეგობრებო. შალომ. დიდება გქონდეს ერთადერთ ღმერთს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ამენ, ალელუია. როგორ ახართ? მოგილოცავთ, გაიღვიძეთ, ხო? მოწყლები და ხარ დაანგრიე გასჭები კიდარა. ერთი საგალობელი. იმ ხალხს მე მგონი ცოტა ერთი პატარა სიტყვა მაქვს იმ თემას გონია ისა ერწყმის. ყველას გვაქვს პრობლემები, ხან ეს გამოჩნდება, ხან ის, ხან ქარი, ხან რაღაცები, იესო თქვა გექნებათ ჭირი ქვეყნიერებას, მაგრამ თქვა იესო, ნუ გეშინიათ, მე ვძლია ქვეყნიერება. მე თქვენთან ვარ ყოველთვის. მე თუ თქვენთან ვიქნები, нет проблем. ნუ გეშინიათ. და ამ საგალობელს ქვია, როცა სული იტანჯება. სული ხორცი მშვენო რავი ყველაფერი. როცა სული იტანჯება, გულში შენ დაიმარხე, ქრისტეს მტკიცე დაპირება, მე თქვენთან ვარ ყოველ დღე. თუ მტერი შენ გემუქრება, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ იესო ჩვენ გვირდება, მე თქვენთან ვარ ყოველ დღე. ის მისტერი ლიკოდება, შენ კი გწამდეს გახსოვდეს, რომ იესო ჩვენ გვპირდება, მე თქვენთან ვარ ყოველ დღე. თუ გამოცდა შენ შეხვდება, წუხარება გაწუხებს, მოიგონე შენ სიტყვები, მე თქვენთან ვარ ყოველ დღე. ალელუია, ალელუია, ალელუია. ძალარის მისაღთქმებში და ბრძოლებში გვამხნევებს, ის ძვირფასი დაპირება, მე შენთან ვარ ყოველ დღე. როცა სული იტანჯება, გულში შენ დაიმარხე, ქრისტეს მტკიცე დაპირება, მე შენთან ვარ ყოველ დღე. ალელუია, ალელუია, იდება იესო. ალელუია, Alleluia. Alleluia.
ამინ ჰალელუია დიდება იესოს როცა იესო ჩვენს ნავში ზის ჩვენს ნავშია ხო იესო მაშინ ქარიშხალი კი არა ტალღები კი არა I don't care არაფერი არ გვეშინოდეს იმიტომ რომ უფალია ჩვენთან თუ უფალიზის თუ უფალიზის ჩვენს გვერდით ჩვენს ნავში ნუ გეშინია ქარი ტალღები იქ რა უცხოს მოსიგულება რა არიგას გაიღვიზე რას არ გძინავს არ გენაღლება უა კინაღა მიხჩებით და იესო დამშვიდით გასა მე ვარ თქვენთან თუ მე ვარ თქვენთან არ არის პრობლემა ო ჰალელუია დიდება იესოს ჰალელუია ეშმაგი ჯინას არ მოგწონს გაღიზიანებს რაღაცა დაუკვირდი რა გაღიზიანებს როცა ვიღას ამბობს ჰალელუია და რაღაცები გემართება ის ბოროტის სულებია განდევნე შენგან კარგით მე გადავა სიტყვაზე იმიტომ რომ ისა მოგლით ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ შპაგალ გასაგებ მე რა ის კიდე რას ავიღებ კნოპკებიანი დან არა ეს კნოპკებიანი მახვილია გულის სიღრმემდე რომ დადის ის არ ჭრის კაცს კი არ გლავს აცოცხლებს ზერა მოიმზადეთ რამოდენიმე ადგილი მაგრამ ნუ გეშინიათ იოანეს 21 მუხლი აი საგალობელი იყო როსასული იტანჯება რაღაც პრობლემა არის როგორ არის თუ მტერი შენ გემუქრება არ და გავიწყდესო თუ ისმის ტირილი გოდება შენ გახსოვდესო წამდესო თუ გამოცდა შენ შეხვდებაო და მწუხარება რა გაწუხებს მოიგონეო შენ სიტყვები მე შენთან ვარ ყოველდღე ძალა არისო მის აღთქმაში და ბრძოლებში აუცილებლად ბრძოლა მოგვიძებს არა ვიღაცა ისა ის რაღაც აკوبში კი არის არავინ ყველა ბრძოლაში ძალა არის მის აღთქმაში და ბრძოლებში გვამხნევებს რა ის ძვირფასი აღთქმა დაპირება რა არის ეს მე უფალიო ყოვლის შენზე ძლიერი შენთან ვარ ყოველდღე კაგია პრობლემა იოანეს 21 თავი იოანეს სახარების 21 თავში ყურადღებით ვნიმანი იმიტომ რომ ეხლა მე ისეთ რაღაცას გადმოვაგდებ დარწმუნებული ვარ ვინც გაიგებს ხო ეს სიწყასო შეასხამენ და გამოიღიზებს ეს კაცი და გახალისდები რაღაც ხო ეს სიწყის შემდეგ აი ესე დაგემართება იოანეს 21 თავის 18 მუხლი იესო ეუბნება პეტრე მოციქულს აი მის შემდეგ რო ვთქვა გიყვარვარ და მე ყველაფერი რო ვთქვა მაშინ წემს ჩემი ცხოვრებიო მე ეუბნება ჭეშმარიტად გეუბნების შენ იესო რომ ამბობს ჭეშმარიტად ეს მაგარი ყურსაღები რაღაცა ეუბნება პეტრეს სანამ ახალგაზრდა იყავი შენ თვითონ შემოირწყამდი ხოლმე ქამარს და წახვიდოდი სადაც გსურდა მაგრამ როდესაც მოხუცდები გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს ქამარს და წაგიყვანს იქ სადაც არ გსურს და იოანე ამბობს то есть სულიწმინდა ამბობს იოანეს პირით ეს თქვა იმის მისანიშნებლად იესომ უთხრა თუ როგორი სიკვდილით განეთიდებინა ღმერთი ეს რომ უთხრა იესომ უთხრა პეტრეს დავე მომყევი აქ შევჭერდეთ ეხლა წავიკითხოთ ერთი ადგილი სადაც მოციქულთა საქმის მეხუთე თავი ჩაიწერეთ ეს იოანეს 21:18 და 19 და მოციქულთა საქმის 5:17 როგორ რა წერია აქ 5:17-ში სადაგას ეს რამდენი არა ყოფილა მღვდელმთავარნი
ესენი ყოველთვის პრობლემა იყვნენ მოციქულებისთვის. ღმერთის მოწაფეებისთვის იყვნენ ყოველთვის პრობლემა. მღვდელმთავარნი და ყველა მასთან მყოფნი დამქაშები მღვდელმთავრების, რომლებიც სადუკეველთა სექტას ეკუთვნოდნენ, მტრები იყვნენ, მაგრამ შეერთდნენ იესოსაც ნამდვილად და მოწაფეების, აღდგნენ და შურით აღივსნენ. რატომ? იგწერია ზევით. მრავალი მოდიოდა იერუსალიმის გარეთ ქალაქებიდან, მოყავდათ ავადმყოფები, არაწმინდა სულები შეყრობილნი და ყველანი ინკურნებოდნენ და შეშურდნენ. ისინი რაღაცას აკეთებენ, ყველა ხალხი იმათგან გადადის და შეშურდათ და მოილაპარაკეს მღვდლებმა და მტრებმა სადუკევლებმა და დაუწყეს აღევსნენ შურით და დაადეს ხელი მოციქულებს და საზოგადო საპატიმროში მოათავსეს ჩვენებურად კეპეზაში. მაგრამ ამათმა დაიჭირეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარები, გამოიყონა ისინი და უთხრა: ბიჭებო, წადით ახლა და დადექით ტაძარში და უთხარით ხალხს ყველა სიტყვა ამ სიცოცხლისა. გადავთ რაკნა ანგელოზმა და არ გავაგზელებ. ასე რომ ეს კიდევ ერთი ადგილი. შემდეგ კიდევ ერთი ადგილი მოციქულთა მთავარი ადგილია ეს. მოციქულთა საქმის მე-12 თავი. ეს აუცილებლად ჩაიწერა შენ გამოგადგება. თუ სხვას არ გამოადგება, შენ გამოგადგება 100%. 12-ის პირველი მუხლიდან. კითხულობ. ხოლმე გაგორთხოთ? კარგია სიცოცხლე. ამ დროს მეფე ჰეროდემ ხელები აღმართა ზოგიერთებზე, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ტაძარს კი არა, ქრისტიანებს, ქრისტეს ხალხს. თქვენ როცა ამბობთ ეკლესია, ჩვენ ასე ბავშვებიდან ასე მოვიდა ეს. ეკლესიას რომ ტაძარი გვაქვს ხედველობაში. ტაძარი არის, ტაძარი, ეკლესია არის ხალხი, გამოყოფილი ხალხი, ჩვენებურად კუტოკი. ჯგუფი. ეგრულა შანტრაბა, რა ვიცი, ამ სპეციალურ ხალხს, ცუდ ხალხს ქვია ბანდა და კარგ ხალხს ქვია, ღმერთის ხალხს ქვია ეკლესია. და როს ისინმა აღიღესო ხელი ეკლესიას რო ეკუთვნოდნენ იმ ხალხზე, რათა ბოროტი გაეკეთებინა მათთვის, მეფე ჰეროდემ. და მახვილით მოკლა იაკობი, ჩვენი მოციქული იაკობი, იოანეს ძმა. რაკი დაინახა მეფე ჰეროდემ, რომ ეს ესიამოვნათ იუდევლებს, რომ გაიხარეს იაკობის სიკვდილით. დამატებით დააპატიმრა პეტრეს, რომელიც იესომ დააყენა ეკლესიის ხელმძღვანელად, ხოცესას. და ეს იყო ხმიადის დღეები. და რა შეიპყრო იგი ჩასვა საპყრობილეში, პეტრე მოციქული და გადასცა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა 4 განზრახული ქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოიყვანა ხალხის წინაშე. და პეტრეს ზდარაჯობდნენ ერთ მებადურს. ერთ პეტრეს დარაჯობდნენ. უყურე. საპყრობილეში იყო რამდენი? 4 ოთხეული. პრომედიგას. და კიდე იგორი იყო. განზრახული ქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოიყვანა ხალხის წინაშე. 16 და კიდე იყო სასახსაკორი, თუ არა. პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში. ვიღაცამ თქვა, მე მგონი რიკრენერმა 2 იყო კარებზე, კიდე 2 იყო იქით კარებზე
მერე 2 თუ 4 იყო შიგნით. უყურე, კაი, თუნდაც თქვა, არ თქვა 16 და 18 და რაღაცა. 10 კაცი. 5 კაცი, 5 ჯარისკაცი. რა თუნდა კაცო, ერთ პეტრეს რომელსაც დანაც არ აქვს. რა თუნდა ერთ პეტრონიას ამდენი ჯარისკაცი. რომელსაც מחვილები აქვს, ფარული შეიარაღებული, რკინის იმით დადიან აბჯრებით. რა თუნდოდა ამდენი, რა თუნდოდა და იმიტომ უნდოდა რომ შეეშინდა ჰეროდეს, იმიტომ რომ აქ გახსოვთ საქმის მეხუთე თავში რომ დაიჭირეს და რომ გააქრა პეტრე. აბრაგადაბრა გააკეთეს და ანგელოზმა რომ გავუშვა და რომ გადაგედნენ ტაძრის წინ, ანგელოზმა რომ განთავისუფლა, ჰეროდემ გაამძაფრა. იცომ ანგელოზ არ შეეძლო ახლა ამათგან კიდევ ეხსნა. მე მგონია ასე. და სულ არა გამორიცხული რომ ვწდებოდი. მაგრამ ერთ კაცს 4 ოთხეული ჯარისკაცი დაუყენა. და როცა ჰეროდემ დააპირა მისი გამოყვანა, ჰეროდემ გადაწყვიტა, ხვალ დილით ჩვენს პეტრონიას სტაფილოსავი წავასვი თავს და ამდენ ლაიქებს დავიმსახურებ ხალხის წინაშე. აყურე როგორ ვასწავლე ახლა მე იუდევლები ამ პეტრეს ვიღა რიბაქს მეთევზეს რომ წავასლი თავს მოუკლავ როგორც იაკობს ასე რომ ბევრი ხალხი გამოვა ჩემს ხარაზე და ასიამოვნებ. იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა ორმაგი ბორკილებით შეკრულს. ორი ჯარისკაცი ყავდა იქ პეტრე კამერაში და ორივეს თვითონ ამ ჯარისკაცებსაც ჰქონდათ ის ჯაჭვები და პეტრეს ჰქონდა მეორე ბოლო. ერთი ბოლო ერთ ჯარისკაცს და პეტრეს ერთი კიდო მეორე ჯარისკაცს. მოკლედ შაკრული იყვნენ ეს ორი ჯარისკაცი პეტრესთან კამერაში შიგნით. რომ არ გამქრალიყო ეს. ეძინა ორმაგი ბორკილებით შეკრულს და კართან დგარი მცველები, კართან კიდე იყვნენ. კამერაში ყავდნენ კიდე ორი. კართან კიდე იყვნენ. და კართან დგარი მცველები დარაჯობდნენ საპყრობილეს. თითქოს და ვიღაცის ურჩხული დაიჭირეს. მაგრამ და აი უფრის ანგელოზი წარდგა და სინათლე გამწყინდა შენობაში. თქვენ ყველაფერი ეს ფერებში უნდა ნახოთ, მსმენელებო. უფრის ანგელოზი მოვიდა და სინათლე გამწყინდა შენობაში. გვერდში წაკრა პეტრეს ანგელოზმა. გააღვიძა იგი და უთხრა: ადექი კაც, ადექი ჩქარა. და ბორკილები მისი მათი კი არა ჯარისკაცების პეტრეს რო იყო მისხმული ის ბორკილები დასვივდა ხელებიდან. უთხრა მას ანგელოზმა: ეხლა სარტყელი შემოიღდი, შენი სანდლები ჩაისვი, სანდლების გაუხდია, სარტყელის მოუხსნია და თავისუფლად დაწოლილიყო. მან გააკეთა ასე. პეტრეს ასე მოიქცა და ეუბნება მას: მოიცვი ახლა შენი სამოსელი არ დაგავიწყდესო და გამომყევი უკანა. გამოვიდა და გაჰყვა მას. პეტრემ არ იცოდა რომ ეს რაც ხდებოდა ანგელოზის მიერ ნამდვილი იყო. არამედ ფიქრობდა რომ ჩვენებას ხედავდა. ალბათ ამე ხილვას ხედავ რაღაც წინასწარ მეტყველებს. ან სიზმარიაო, ან ხილვა. მოჩვენებას ხედავდა. პირველი და ორი მეორე საგუშაგო რო გაიარეს, მიუახლოვდნენ ქალაქში შემავალ რკინის ჭიშკარს, რომელიც თავისით გაიღო მათ. გავიდნენ ამ ჭიშკიდან კიდე, უგებსო, გაიარეს ერთი ქუჩა და ანგელოზი მაშინვე ფაფო გაქრა იქით. როცა გაქრა ანგელოზი, გონს მაეგო პეტრე და თქვა: ეხლა ჭეშმარიტად ვიცი რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი
და მიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივესაგან, რასაც იუდეული ხალხი ელოდა. ეხლა ყველაფერი ის კარგი ეს ისტორია ეს ვიცით, მაგრამ რა არის საკითხლა საინტერესო და სასარგებლო და სამაგალითო. ეხლა წარმოიდგინე, იცი რომ ხვალ წაგაცლიან თავს სტაბილოსებით. მოკლავი, წაგაცლიან, ჩაგახშები, სულ ერთია, ხვალ თავდება შენი სიცოცხლე. ჰეროდემ შენი ძმაკაცი რამოდენიმე დღის წინ მოკლა იაკობი, ეხლა პეტრეს მოკლა უნდა. და მე არის ის შენ როგორ მოიქცეოდი? კეპეზეში, ამ პეტრეს ადგილას. მაგრამ ბევრს ძილი გაუტყდებოდა. დედა რა მიშველება. ვერ გავიქცევი, როგორ გავიცი კაცო? რამსის ჯაჭვები და ბორკილები და ორი კაცი. ეს სიდიდე რომელები ჯარისკაცები, ისა ჯარისკაცები მივსკნული ვარ ამაზე. კიდო ორი იგდგას, და რა ვიცი რამდენია და გაქცევა შანსი არ არის. რა? სხვა რო ყოფილიყო, მე რო ყოფილიყარი. ვინმე რო ყოფილიყო. რას ქვია დაიცინებდა. ეხლა ცოტა რო გავაიმასქნათ. გავახმაუროთ ეს. პეტრე, ჰეი, ბჭო. შენ ჭუაზე ხარ? რა დაგაცინებს? ხვალ, კაბუტ, კლავე ხვალ. ხვალ შენი ცხოვრება, დამთავრდა. რა გაძინებს რა, რამ დაგაძინა? ისე რამ დაგაძინა, განათდა შენობა შენ იმანას არ გაგაღვიძა და ანგელოს მოუხდა. როგორ გვერდში წაკრავო პეტრეს, ისე მაგრად ეძინა. გააღვიძეს პეტრე. ანგელოს მოუხდა პეტრეს გაღვიძება. რატომ? პეტრეს არ ჯეროდა, რომ ხვალ მოგდებოდა. პეტრე ამბობს, რა ფანტაზიორია ჩვენი ჰეროდე. მომკლავს არა ხაჭაპური. არაფერი არ მოგდები მე ხვალ. რატომ პეტრე? დავშვა და ასე გავაკეთე. პეტრე, რამ დაგაძინა? შენ ხო იცი რომ ხვალ მოგდები? ის მეტყოდა. შენ მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო? რა თქმა უნდა მორწმუნე ვარ პეტრე, მეც შენსავით. შენისაგან არ შეიძლება მაგარი არ ვიყო, მაგრამ მეც მწამს იესო, მაგრამ არ ხედავ იაკობის მორწმუნე იყო, მაგრამ რა უქნეს იაკობის? ტაძრიდან გადმოვიდა თუ რაღაცა. თუ מחვილით მოკლა. מחვილით მოკლავ იაკობი, იოანესმა. შენ ხო იცი რომ რა უქნეს იაკობის? შენ რა ის გაქვს გარანტია რომ შენს იმ מחვილით თავს არ მოკვეთე. პეტრე მეტყოდა. რა არის? რას მახვიცე ძლივ დავიძინე. დაღლილია განცი. დამანებით არის დამაძინე. რა დაგაძინებს ხვალ კლავენ. მოდი ცოტა ვინერვიულოთ ერთი მე და შენ ერთი. პეტრე მეტყოდა. მე მგონი შენ არ წაგიკითხე სახარება, ან იონეს სახარება წაიკითხე შენ. მე ვიყავ რა შუაში იონეს სახარება. ჩემო კახუნია, ჩემო იოსებუნია, იქ თუ დააკვირდი შენ, აი რა მითხრა მე იესო მაშინ. იონეს სახარების 21 თავის მე-18 და მე-19 მუხლებში. იქ იესომ მე მითხრა. როცა მოხუცდები, წაგიყვანენ იქ, სადაც არ გინდა. ასე რომ, ხედავ, ერთი ჭახარას არ ამაქვს. არა ვარ ჩემო კახუნია მე ჯერ მოხუცებული და ასე რომ, წადი ახლა და დამაძინე. მაშინ შეიძლება გავრწყინებული იყო ჩემ. მართლა პეტრე, შენ ხომ იესომ დაგპირდა რომ როცა მოხუცდები. დავაი ძმაო გააგზელე ძირი.
ნახოთ ღმერთი რას გააკეთებს, რა მაგარ იმას, რა ვარიანტს იხმარს ღმერთი. ტკბილი და მშვიდი პეტრე, აბა მე წავედი. ისე ვამბობ. პეტრეს იმიტომ ეძინა ძმებო და დებო და მეგობრებო ასე ტკბილად და მშვიდად, რომ მას სწამდა იესოს დაპირება. იესომ უთხრა. ახალგაზრდა ხარ დათარეშებ საიდანაც გინდა იქით, მაგრამ როცა მოხოცდები, ეს დაუმახსოვრებია პეტრეს. და თქვა, მე არა ვარ ჯერ მოხოცი. Так что всё впереди. ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს. გადაგებები, ეშმაკების საქმების განდევნა, ესა დანგრევა, მილეწვა, მოლეწვა, უნდა გავაქრისტიანო ყველა იესო ნაზარელის სახელით. ჯერ სადა ვარ, რა საქმეები მელოდება და ფანტაზიებში, წარმოდგენებში მიეძინა იქით. იმიტომ რომ მას სწამდა ქრისტეს სიტყვები. და ერთი ასეთი მუხლი არსებობს 1 პეტრეს 2:6-ში, რომ ჩემი მორწმუნე არ შერცხვება და რომელთა 10:11-ში მისი მორწმუნე არ შერცხვება. როცა ჩვენ ვიცით კი არა, აქ დიდი განსხვავება ცოდნასა და რწმენას შორის. ვისაც წამს, რომ აი ასეთი რაღაცა აღუთქვა მას იესომ და ვინც ამას ირწმუნებს, ასე იქნება. ვინც ირწმუნებს, არ შერცხვები. თუ ირწმუნებ, რასაც იესო გვირდება, არ შერცხვები და ეხლა ერთ მოხწავი კითხავ მე და ვამა გავურთხოთ ყველაში, თქვენს და მეც და ყველა. ეს არის ესაია წინასწარმეტყველის მე-40 თავის ბოლო მუხლები, 28-დან ბოლომდე. რამდენიმე აქ. ესაია ამბობს, განა არიცი და არ ქსმენია, რა? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა არ იხლება და არ იქანცება. გამოუკლეველია მისი გონება, აძლევს ძალას ვის დაღლევს და უძლურს სიმტკიცებს უმატებს. როგორ აძლევს ძალას? ბენზინს უსხამს, თუ სულ შეუბერა, როგორ აძლევს ძალას? კითხულობ დალში. და დაიღლებიან ყმაწვილნი. ყმაწვილები ხო ესე? მოსკულებიანი ჯანღონი სავსე ახალგაზრდები ყმაწვილები დაიღლებიან, დაიქანცებიან. ჭაბუკნიკი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან. ხოლო ჯეკბოდი. ხოლო უფლის მოიმედენი. ვინც ენდო. რა არის თქვენ წმენა რა გონია თქვენ? რა გონია ჩემ წმენა. წმენა არის დაიმედება. იმედი. ასეა პერსონულად და ასეა ორიგინალში. ვისაც ღმერთის იმედი აქვს, ვინც წმენა არის დაიმედება. რომ შენ გწამს, რომ იმეს ამყარებ იმის სიტყვაზე, რომ ის არასოდეს არ გადაუხობს, ის შეასრულებს. ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ. იმედი შემოაშენში და არაფერიც არც დაღლილი ვარ და არც მოდუნებული. კიდევაც გავიხარე, კიდევაც შევჭამ, კიდევაც დავლებ, კიდევაც ვიცეკებ, ეშმაკი ოპა და წავიდა. ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ, უფლის მოიმედენი მარტო. ასწევენ ფრთებს, გაშლიან ასე ფრთებს. როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან. რატომ? იმიტომ რომ на джейшиса на Господа. ვინც იმეც ამყარებს იესოზე. ვინც იესოს სიტყვებს ირწმუნებს, იქ წერია რომ ჩემი მორწმუნე არ შერცხვება
პირველი პეტრეს 2:6, რომელთა 10:11 წაიკითხეთ. ასე რომ, როცა სული იტანჯება, გახსოვდეს, რომ ის გეუბნება, მე შენთან ვარ და მე როცა შენთან ვარ, რა პრობლემა? ოღონდ ირწმუნე და ეს იმედი, ეს რწმენა გაგამაგრებს, გაგამტკიცებს. გაშლი ხელს ფთევს, არწივი და გადახტები და წახვალ და მოივლი მთელ ზეცას. ასე რომ, როგორც პეტრეს, რომელსაც ხვალდილას ელოდებოდა თავის მოჭრა და ეძინა, აი ასე ხდებიან ყველანი, თავის პრობლემებს არ ეშინიათ, პირიქით ფეხზე გადაიდებენ, მიბრუნდებიან მეორე მხარეს და გააგრძელებენ სიმშვიდეში ყოფნას. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და აბაჰე და აბაჰო. მისი მორწმუნე არ შერცხვება. Amen.